და ისიც ბრძანეთ რამდენიმე ხნის წინ, რომ მას ჰქონდა ზედა ეშელონებთან ახლო ურთიერთობა. რა გაფიქრებინებდათ ამას, რომ მას ჰქონდა ზედა ეშელონებთან და კონკრეტულად ვისც გულისხმობდით ურთიერთობა, რასაც ეფუძნებოდა პრინციპში თქვენი იმედი, რომ გიშველიდათ? მოდი ასე ვთქვათ, მე როგორც მე, მასაც ახლა ხო ქონდა იქ ხან ბორდი ქონდა, ხან თათბირი ქონდა, ხან ვიღაცებთანაც საუბრობდით, ჩემთანაც ქონდა საუბარი, რომ თქვათ ამ საკითხთან დაკავშირებით, უნდა ენახა სიტყვაზე ვიძახი თანამდებობის პირი, ახლა არ მინდა რომ შევთქვათ სიტყვაზე, ახლა არ ვიცი რომ თქვა, რომელიმე თქვათ ამ მთავრობის წევრი, ან თვითონ მიხეილ სააკაშვილთან ცდილობდა შეხვედრას, იგივე გიგი უგულავასთან ქონდა მშვენიერი ურთიერთობა. მე თვითონ არ მოწმე მათი ხანის მობზანდებოდა ჩვენთან, ხანის მიბზანდებოდა, მაშინ არც იმალებოდეს, წავედი გიგისთან იტყოდი და წავიდოდა. ჩვენი ოთახები და კაბინეტები ძალიან შორიშორს არ იყო. ან იყო საუბარი, რომ თუ რამე აკეთებ და რამე პრობლემა შეგხვდება ისეთი, რომელიც გადაულახავია, ჩამაყენეთ საქმის კურსში. რომელიმე სამინისტროში თქვა. და სამინისტროსთან სამინისტროებთან ურთიერთობებსაც თვითონ ხაზარაძე ალაგებდა, ასე რომ ვთქვათ. შეგვიძლია ვთქვათ. სააკაშვილთან რა ურთიერთობა ჰქონდა? ყოველ შემთხვევაში, მოდი ასე ვთქვათ, მას არ ჰქონდა პრობლემა მასთან, ვთქვათ, რაიმე გასაუბრების საჭირო დრო ან მომენტი თუ ეკნებოდა, ის ახერხებდა ამას.